ქალაქი ქუთაისი საუკუნოვან ტრადიციას აგრძელებს და წელსაც 2 მაისს გვირილობას განსაკუთრებული ხალისით აღნიშნავს. ეს დღე ქუთაისელებისთვის სიკეთის, გაზაფხულისა და ქალაქის სიყვარულის სიმბოლოდ რჩება. ეს არის დღესასწაული, რომელსაც ადგილობრივები მთელი წლის განმავლობაში ელოდებიან. ტრადიციულად ამ დღეს ქალაქი სიცოცხლით ივსება, ქუჩებში მუსიკის ხმა ისმის, ტარდება თეატრალიზებული წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები და მრავალფეროვანი კულტურული აქტივობები სახალხო სეირნობის ფონზე. ფერად-ფერადი კოსტიუმები, გვირილებით მორთული აქსესუარები და მხიარული განწყობა ქუთაისის ქუჩებს განსაკუთრებულ ხილს სცემს. ადრენალინის მოყვარულთათვის კი ერთ-ერთი გამორჩეული სანახაობა რიონზე ჯომარდობაა. მონაწილეები მდინარის დინებას ებრძვიან, მაყურებელი კი ამ სანახაობას ემოციურად გულშემატკივრობს. გილოცავთ ქუთაისიდან სრულიად საქართველოს, ქუთაისს ულოცავ, ქუთაისის დღესასწაულს, გვირილობის დღესასწაულს, რომელსაც საუკუნეების წინ დაიდო საფუძველიდან დღემდე უწყვეტად არის, ყოველ წელს სრულდება. ქუთაისში დღეს უამრავი სტუმარი გვყავს, ჩვენ მათ თავაზობთ დილიდან ბევრ გასართობ სივრცეებს. დილიდან ჩვენმა მეუფემ დალოცა ჩვენი ქალაქი, დალოცა სრულიად საქართველო. მის შემდეგაც გადმოვინაცვლეთ უკვე ოფიციალური მიღება ჰქონდა სტუმრების და მას შემდეგ უკვე ძირითადი ღონისძიებები გაიმართება ბულვარში. ყოველი წლის 2 მაისს იმართება ქუთაისში გვირილობის დღესასწაული. გამოვდივართ სკვერში, გამოვყვავს ჩვენი პატარები, მოსწავლეები და აღნიშნავთ გვირილობის დღესასწაულს ასე ლამაზად. ჩვენთან არის ძალიან კარგი და სასიამოვნო გარემო, კონცერტებია, ბევრი აქტივობა იგეგმება და რა თქმა უნდა, ყველა ხვდებით ძალიან ბედნიერად და გახარებულად. მე ძალიან მიყვარს ქუთაისობა, მე ამ დღეს ელოდები ყოველთვის და მთელი ქუთაისი აღნიშნავს ამ დიდ დღესასწაულს. გვირილობის დღესასწაულს საფუძველი ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 10-იან წლებში ჩაეყარა. მისი შექმნის ისტორია ალექსანდრა იგივე საშა ჩიქოვანის სახელს უკავშირდება. მისი ინიციატივით გიმნაზიის სტუდენტი გოგონები გვირილებს კრებდნენ, ყიდნენ და შემოსული თანხით ტუბერკულოზით დაავადებულებს ეხმარებოდნენ. იმ დროისთვის გვირილას როგორც ბუნებრივ ანტიბიოტიკს ტუბერკულოზთან ბრძოლაში სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. მომდევნო წლებში გვირილობას ტრადიციის სახე მიეცა და ქალაქის დღესასწაულად იქცა. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, როგორ უყვართ მხარში დგომა ქუთაისელებს. ახლა წარმოიდგინე, როცა უჭირს ადამიანს, გინდა ჯანმრთელობით, და ამ დროს იყო, როცა გვირილობა შემოვიდა, გვირილების სიმბოლურ ყვავილს ყიდდნენ და იქიდან შემოსული თანხა მიდიოდა ავადმყოფამდე და უძლურ ადამიანებამდე. ესეც ქუთაისში მოხდა და ესეც ერთ-ერთი ნიშანდობლივი და ძალიან ლამაზია, იმიტომ რომ ჯერ ყველაფერს თავი დაანებო გვირილა არის და უყვარვარ, არ უყვარვარ, უყვარვარ, არ უყვარვარ, ესენი მოიგონენ, ხო? მაგრამ შენ მყიდველი იყავი, თუნდაც ერთი 10 კაპიკი თუ რაც რა თანხა იყო მაშინ როცა დაიწყენ და ესენი შეგროვდებოდა და აგერ გაჭირებული გადარჩა. აი ეს დიდი საქმე არის და ასე უნდა ვიყოთ ჩვენ ქართველები ერთმანეთის მოფერებაში. ქუთაისში გვირილობის დღესასწაული როგორც უკვდავი ტრადიცია კვლავ გრძელდება. ქალაქი ისევ ერთიანდება, სიკეთე კი მთავარ ღირებულებად რჩება.